გამარჯობათ. დღეს ოთხშაბათია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. რაკი ოთხშაბათია, ესე იგი კითხვა პასუხის დღე არის, მაგრამ სიტუაცია ისეთია ქვეყანაში, რომ მე პატარა შესავალი უნდა გავაკეთო და ძირითადი თქვა დღევანდელი ქართული სიტუაციის ანალიზი გადავიტანო შაბათისთვის. ეხლა კი ჩავთვალოთ, რომ ეს პრელუდია, რომელიც თქვენ საშუალებას მოგცემთ ამ ორ დღეში იფიქროთ იმაზე, სრულიად სხვა რამეებს მინდა მე გავუსვა ხაზი, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს და რომელიც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრს კარგად არ აქვს წარმოდგენილი. როგორც ხედავთ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, დაპირისპირება სახეზეა, მაგრამ ამ დაპირისპირების რაობაში უნდა გავერკვეთ. ჩვენ არა გვაქვს უფლება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობის 35 წლის თავზე ვიყოთ მიამიტები, ვიყოთ აბსოლუტურად გაუგებარი იმისა, თუ პოლიტიკური მახინჯი ცხოვრება საქართველოში რა კონტურები მიიღო მან უბედურების შემდეგ, რომელსაც სამხედრო გადატრიალება ჰქვია და მის შემდეგ უკვე მოდის და მოდის ათწლეულობით. რაცა და რას შორის არის დაპირისპირება. ეს ფუნდამენტალური საკითხია და თუ ჩვენ აქ ვერ გავირკვიეთ, ჩვენ უბრალოდ გიტყვით პირდაპირ, რომ ისე მოგვექცევიან, როგორ ჩათვლიან საჭიროდ. აი, ვინ მოგვექცევა, როგორ მოგვექცევა, ამაზე მინდა სწორედ გავამახვილო ყურადღება. თუ თქვენ კარგად გახსოვთ, ოცნება როგორც ასეთი, პოლიტიკური პარტია შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით 2012 წელს და ამ ახალი ბელადის მატარებელს უამრავი ბალასტი შეახდა, თუმცა ასეთი იყო მიმართულება, ასეთი იყო პრინციპში მოხაზული კონტურები ახალი ხელისუფლებისთვის, რამაც მიგვიყვანა სწორედ ამ მდგომარეობამდე. მაგრამ შემდეგ მოხდა ყველაზე რთული სახელმწიფოს თვალსაზრისით და აბსოლუტურად არანაირ ნორმებში რომ არ ჯდება სახელმწიფო მმართველობის გადასვლა არაფორმალურ კალაპოტში. ანუ კაცი, რომელმაც შექმნა პარტია და რომელსაც მხარი დაუჭირა ქართველთა საკმაო ნაწილმა, იმის იმედით, რომ რაღაც დაალაგდებოდა ქვეყანაში და რაც მთავარია, სამართლიანობა იქნებოდა მიღწეული, შედეგად მივიღეთ სრულიად საპირისპირო რამ. მე ახლა დეტალურად არ ვიხილავ ამ 12 წლიან ტრაექტორიას, მე ვიხილავ მხოლოდ ბოლო პერიოდს, იმიტომ ეს არის ჩვენი მთავარი საფიქრალი. 2024 წელს ოცნება ძალიან სერიოზულად დამარცხდა პოლიტიკურად, რადგან მან ვერ შეძლო პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და მან ვერ შეძლო პარლამენტის არჩევნების შემდეგ იმის უზრუნველყოფა მაინც, რომ პარლამენტში შესულიყვნენ ყველა ის ძალები, რომლებმაც ასე იყო თუ ისე იყო მიიღეს ხმები, მოქმედი ძალიან მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობის შედეგად. კრიზისი სინამდვილეში დაიწყო 2016 წელს, როდესაც თუ გახსოვთ ჩემი გამოსვლები, მე საშინლად წინააღმდეგი ვიყავი და მოუწოდებდი, რომ როგორმე დაბალანსებულ ურთიერთობაზე გადასულიყვნენ, შემოეყვანათ ძალები, სანამ ოცნებას ჰქონდა ავტორიტეტი, რომ დაელაგებინა ქვეყანაში სიტუაცია. ამის სანაცვლოდ აბსოლუტურად უჭკუო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გამოყენებული იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ყველა რესურსი და ოცნება წაეპოტინა და დაეპოტინა
კონსტიტუციურ უმრავლესობას, რამაც იგი საერთოდ გაანადგურა, როგორც რაიმე პოლიტიკური ძალა, არც არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, შეცდომა დაშვებული იქნა თვითონ ხელმძღვანელის მიერ, შემდეგ ის საერთოდ გავიდა რომ იტყვიან სახელმწიფო მომსახურეობის არიდან და არაფორმალური მმართველობა ჩამოაყალიბა. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება მეტნაკლებად მისთვის უმტკივნეულოდ წასულიყო, რომ არა გეოპოლიტიკური ცვლილებები. აი აქ კი არაპროფესიულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ და მცდელობამ იმისა, რომ დაალაგო თამაში, რომლის წესები კარგად არ იცი, შედეგი არ გამოიღო. რა კი? კიდე გეუბნებით აქ უამრავ წვრილმანს და უამრავ სერიოზულ რამეს გამოვტოვებ და მივადგები მთავარს, რაც განსაკუთრებული მნიშვნელოვანია საპარლამენტო 2024 წლის არჩევანის შემდეგ. ამის შემდეგ ფაქტიური მმართველი ფაქტიურად მიდის იმაზე, რომ ურთიერთობა დაამყაროს თუ გნებავთ ევროპასთან, თუ გნებავთ შეერთებულ შტატებთან და ამისთვის ის აკეთებს ნაბიჯებს, რომლებიც მას ალბათ ეგონა, რომ შედეგს მოიტანდა. კერძოდ, მან იმისთვის, რომ გარკვეული ძალაუფლება ხელისუფლებაში მყოფ ძალას შეენარჩუნებინა, წავიდა გარკვეულ დაპირისპირების დროს ხის პოზიციებზე, კანონიარი უკანონო არ ვსაუბრობ ამაზე, იმიტომ რომ ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლება, უпростоრად ძალისმიერი მოქმედების უფლება კრიტიკულ სიტუაციებში აქვს მხოლოდ ხელისუფლებას და მე რომ გითხრათ სიმართლე, რაიმე განსაკუთრებული, ვთქვათ, კონსტიტუციური დარღვევა ხელისუფლებას ნამდვილად არ ჩაუდენია, მაგრამ პრობლემა იყო სხვა. პრობლემა იყო ის, რომ ეს ტენდენცია ქვეყნის შიგნით მდგომარეობის შენარჩუნებისა და ის ტენდენცია, რომელიც გარე გეოპოლიტიკური დაპირისპირებისას ავალებდა საქართველოს, რა კი საქართველო ყურმოჭრილი, ხაზს უსვამ, ყურმოჭრილი სახელმწიფო იყო ბრიუსელის მიმართ. ის ღირსებით მიდის ბრიუსელში, ის ევროპულ, თურმე როგორ თქვა ერთმა იმან საცოდავმა პარლამენტარმა, ჩვენ ევროპის აღმოსავლეთ სადარაჯოზე დგავართ, ხო, ეს სისულელეები, ხო, როდესაც თემურლენგის დროსაც ვიდექი ჩვენ ევროპა რომ დაგვეცვა მუსულმანებიდან, ხო, ერთი სისულელეა, მეორე სისულელეა. და იმისათვის, რომ დაელაგებინა სიტუაცია ან ოკეანის გაღმა, ან თვითონ ქვეყნის შიგნით ვერ ალაგებდა, მაგრამ გადაწყდა ისე, რომ დაელაგებინა გარედან, რაც შემდეგ უკვე გარედან მართულ ძალებს ნორმაში მოიყვანდა. და ამისთვის მან ფაქტობრივად მთელი მისი გარემოცვა, კარგი გარემოცვა, ცუდი გარემოცვა არ ვეხები ამ თემებს, გაწირა. აიღეთ პრემიერ-მინისტრები, აიღეთ მინისტრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არ გამოჩნდა, მაგრამ მთავარი რა გამოჩნდა, იცით, აშკარა ჩანს. როგორც ოკეანის გაღმიდან, ისე ბრიუსელიდან საქართველოზე ზეწოლა გაცილიერდა. ესე იგი, მიუხედავად და სრულიად არ არის მოულოდნელი, რომ ასე მოხდა, იმიტომ რომ ამ გლობალურ გეოპოლიტიკურ თამაშში არაფორმალურ პირს სერიოზულად არავინ დაეყრდნობა. იმიტომ რომ მათ ურჩევნიათ ას არაფორმალური პირი მოაცილონ ხელისუფლებას და მოიყვანონ ის ძალები, რომლებიც მათი სრული კონტროლის ქვეშ იქნება. და ასეთი არის ორი ძალა ქვეყანაში. ორი ძალა. ოცნება მინუს ივანიშვილი, მინუს მისი ასე თუ ისე გარემოცვა, ის რაც დარჩა და შედეგი არ გამოიღო ამან, მაგრამ გაზრდილი იგივე სოროსის იდეოლოგიურ ტყლაპოში, იუსაიდებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნაციონალური მოძრაობა.
ახალგაზრდების საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ჩემი სტუდენტობის დროს საბერძნეთში მოხდა სამხედრო გადატრიალება და სათავეში მოვიდნენ შავი პოლკოვნიკები, ასე უწოდებდნენ მათ. გასაგებია, ნებისმიერი დიქტატურა გარკვეული პერიოდი ვრცელდება და შემდეგ იგი ამოწურავს თავის თავს და აი სწორედ ამ ამოწურ პროცესი იყო, როდესაც ორი ძალა საბერძნეთში შეთანხმდა ერთმანეთთან, რომ ყველა გავანადგუროთ, ვიყოთ ჩვენ, ხან შენ იყავი ხელისუფლებაში, ხან მე ვიყავი, არავინ არ მოუშვათ, ასე განხორციელდა და საბერძნეთი ფაქტობრივად აქციეს იმათ, რაც დღეს არის. დაუნგრიეს ეკლესია, 7 ეკლესიათაა დაშლილი, გაურყვნეს ყველაფერი, LGBT იდეოლოგიებში და ამ ნეოლიბერალიზმში ნებისმიერ ევროპულ ხელისუფლებები აბსოლუტურად მარიონეტულები არიან და ეს პარალელი იმიტომ დამჭირდა, რომ საქართველოში ზუსტად ეს სქემა თამაშდება. ქუჩის აქციები, ნუ გონიათ თქვენ, რომ მიდის რევოლუციისკენ. თვეებია, წლებია ვსაუბრობ. ეს არის ერთი ძალა. დღევანდელი ოცნების ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელსაც წარმოადგენს ნაციონალური, ხაც უსვამ, ნაციონალური მოძრაობა. ეს პაჭი-პუჭი დიდი ბოდიში, არავის არ მოვერიდები. თქვენ ნახავთ რა დღეში იქნებიან, ესენი არიან ობიექტები, ესენი არ არიან პოლიტიკის სუბიექტები, ისინი შედიან იმ არჩევნებში, სადაც მათ ნულის ტოლის შანსი აქვს და თქვენ ნახავთ რა შედეგებით დასრულდება ეს ყველაფერი მათთვის. გაუქმეს ნაციონალურ მოძრაობას ნომერი, რა მნიშვნელობა აქვს. უფრო გონივრული რამეა მოფიქრებული ნაციონალური მოძრაობის მთლიანად შემოყვანა. გასაგებია, ვინც არის იქ თავი მოთამაშეები ოცნების შემადგენლობაში და ეს პროცესი მიდის. მარტო პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის 57 დეპუტატი ზის. მართალია, პარლამენტი უარგესია, არალეგიტიმურია, მაგრამ ზის. იგივეა მთავრობის შემადგენლობაში. ეს არის სწორედ იქეთკენ გზა, რაზეც მე არაერთხელ მიუთითებდი, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა ეხლა უჩნდებათ შანსი, რომ აუცილებლად ცოტა ჟარგონზე ვიტყვით, ჩახიონ ბიძინა ივანიშვილი. კარგია, ეს ცუდია ამ არასტაბილურ სიტუაციაში, ამაზე არ ვსჯელობ ეხლა, ეს ცალკე ანალიტიკური საუბრის თემა იყოს შაბათისთვის, მაგრამ ის ზედმეტია, ის არ ჭირდება და გარედან ზეწოლა ნიშნავს იმას, რომ აქცენტი სწორედ იმ სქემაზე გაკეთდება და ეს ყველაფერი რით დასრულდება. აი, ამაზე არის საფიქრი. მე ეს ყველაფერი რომ დავინახე, სამ ადამიანთან ერთად გარკვეული ინიციატივა ავიღეთ ქართველთა დიდი გაერთიანების შესახებ. რა კი მე ამ ქვეყნად ყოფნისას მაქვს დიდი უბედურება, რომ ყოფილიყავი პარლამენტის წევრი და ყოფილიყავი არა რიგითი წევრი, არამედ ყოფილიყავი ყველა კუთხე კუნჭულში, მაშინ როდესაც სახელმწიფოს ძალიან უჭირდა და შიგნიდან დამენახა მთელი ეს პოლიტიკური პროცესი, სხვა გზას გარდა ქართველი საღი ხალხის გაერთიანებისა მე ვერ ხედავ, უბრალოდ არ არის ეს გზა, პარტიული გზა განადგურებულია. ეს ორი ძალა, ფაქტიურად ერთი ძალა ამ იმიტირებული დაპირისპირების შემდეგ, რომელსაც ერთადერთი მიზეზია ყველაფერი, მათ შორის ოცნების შიგნით, რომელიც არ შედის დღევანდელი ოცნების ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ ვერხუშკაში, გამიგეთ არა? ყველანი უნდა იქნეს ჩაძირული. ქალაქის მერის არჩევანზე ჯერ ერთი ოცნება, რომ სიცოცხლის უნარიანი პოლიტიკური ძალა იყოს, არც ერთ შემთხვევაში კალაძეს კანდიდატად არ დაასახელებდა. მაგრამ მისი დასახელება სრულიად გასაგებია პირადად ჩემთვის, აგიხსნით, რატომ
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ აკონტროლებს სიტუაციებს, ცხადია იგი ამ ჯგუფს, დავარქვათ ამას კობახიძის ჯგუფი, თბილისსაც ვერ ჩაუგდებდა ხელში. თბილისის ნებისმიერ სამინისტროზე დიდი რამეა, თბილისის მერი თავისთავად პოლიტიკური ფიგურა ძალიან სერიოზული, ეხლა კალაძე რამდენად სერიოზულია თქვენი ფიქრით, მაგრამ მე გეუბნებით ამ ქართული რეალობის ფარგლებში და თუ თბილისიც ამ ჯგუფის ხელში იქნება და ნახეთ ხო აქ პატარა გადმახტუნებები გამოჩნდა უშიშროების სამინისტროსთან დაკავშირებით, სულ რაღაც უმოკლეს ხანში გაათავისუფლეს ერთი მოიტანა. ყველაფერი ეს არის თითქოს და ბალანსების შენარჩუნების მცდელობა, მაგრამ სწორედ შიგადაპირისპირების გამო გაუხეთქეს კალაძეს ისინი, რაც გაუხეთქეს, ისიც კარგად ორგანიზებული მიტინგებია, ნახეთ, როგორი შეიცვალა ტაქტიკა, არა უბრალოდ პროტესტი, არამედ აგრესიული პროტესტია. არა კონსტიტუციურ ფარგლებშია პროტესტი, არამედ ლექსიკაც ეს კარგად დაგეგმილია, არის სუფთა გინება, არის ძალიან ძლიერი, თუმცა რევოლუციის გაკეთებას აშკარა არის, რომ ნაციონალური მოძრაობა არაპირებს, იმიტომ რომ რევოლუცია მისთვის არის პირველ რიგში საჭირო. რაც შეეხება ვივამედის ბინადარს, ის ამ ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად არჭირდება, იმიტომ რომ მას სხვა ფუნქცია აქვს. ამაზე ჩვენ როდესღაც ვისაუბრებთ, მაგრამ არა ახლა. ესე იგი, ჩვენ ვართ იმიტირებული დაძაბულობის, საკმაოდ კარგად გათვლილი პოლიტიკის წინაშე, როდესაც პოლიტიკური სცენა ქართულ სივრცეში უნდა განთავისუფლდეს, ანუ მოდით პირდაპირ ისევ ჟარგონზე ვიტყვი, უნდა ჩაიხეს ყველანი და ეს ზეწოლა გარედან, ამერიკა იქნება ეს თუ ბრიუსელი, უნდა გამოიწვიოს ის, რომ გაწეული იქნას ამ საქმიდან საერთოდ ჩამოშორებული იქნას ბიძინა ივანიშვილი. კიდევ ვამბობ მე, კარგია ეს, ცუდია, ცალკე თემა, ცალკე ანალიზის თემაა, იმიტომ რომ ყველაფერი გასავლელია ტრაექტორიების მიხედვით, ზუსტად მარტივად არ არის საქმე. ამ დროს ქართული პოლიტიკური სპექტრი აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად უუნაროა, მას არაფერი არ შეუძლია. არაფრით შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამას და სამაგიეროდ შეტყუებული იქნა არჩევნებში, საიდანაც ის კრახით გამოვა. საქმე რაშია? თქვენ დაუშვათ კარგი ადამიანი ხართ, მეც არა ვარ, თლად ცუდი არა ვარ, ხო? მაგრამ ჩვენ ვჯდებით პრეფერანსის სათამაშოდ. პრეფერანსი ცოტა უფრო ინტელექტუალური მაღალი თამაშია. 4 მეგობარიც რომ იჯდეს, თუ ისინი პრეფერანსის ძალიან აი ფაქის წესებს არ დაიცავენ და ღრმად არ იციან ეს თამაშის წესები, თამაში კარგი არ გამოვა და ის აუცილებლად დამარცხდება. უფრო მეტად გეტყვით, პოლიტიკა უფრო მეტია ვიდრე პრეფერანსი. პოლიტიკა არის ბრიჯი, ნამდვილი ბრიჯი, ეს უკვე სუპერ თამაშია. ეს არ არის უბრალო ბანკოს თამაში, ეს არის ინტელექტზე უფრო დიდი ინტელექტის თამაში და ასეთ თამაშს წარმოადგენს პოლიტიკური თამაში და ამ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს ხალხი, რომელსაც ანბანი არ გაეგება იმ თამაშის წესებისა, ანუ ეს დაახლოებით არის ის, თქვენ მიუჯდეთ პრეფერანს, ან მით უარესი მიუჯდეთ ბრიჯს, როდესაც საერთოდ არ გაქვთ წარმოდგენა წესები. ესე იგი, ჩემი დღევანდელი საუბარი ეს არის მონახაზი შაბათისთვის, აქეთკენ მიდის საქმე, ყველაფერი სხვა არის პროპაგანდა, ეს არის ყველაფერი, რომ იტყვიან, ხელოვნურად დაჭიმული დაპირისპირება, არ იქა იქცევა ქვეყანა, არაფერი არ იქცევა, იქცევა იმ ხრივ, იქცევა იმ ხრივ, რომ ხორციელდება ის სქემა, რაც მე გითხარით. აი, ეს არის დასაფიქრებელი, იმიტომ რომ ემოციურად ამაზე საუბარი არ შეიძლება, 2 დღე იფიქრეთ ამაზე,
მზად გქონდეთ კითხვები, თუ რაიმე გნებავთ, მე ყველაფერს გიპასუხებთ, შაბათს კი ჩვენ დეტალურად გავაანალიზოთ ქვეყანაში შექმნილი ძალზე საშიში მდგომარეობა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს კარგს არაფერს უქანდის. ამით დავასრულოთ ეს ნაწილი და მე ამოწერე თითქმის ბოლო 3 გადაცემის ყველა კითხვა, მე მინდა ეხლა გადავიდე კითხვებზე, პასუხებზე და მინდა დავიწყო ფუნდამენტალური 2 კითხვით. პირველი. ძალიან კარგი პიროვნება აანალიზებს ჩემს გამოსვლებს, ჩემს შეფასებებს 90-იანი წლებისა, მას ეს მიაჩნია სრულიად ახალ შეფასებად, მე მოხარული ვარ ამისა და შემდეგ ის სვამს ძალიან საინტერესო კითხვას. მე წავიკითხავ, რომ არაფერი შევცვალო. კარგია თქვენი ძალისხმევა. თუ ჩვენ ამ ეტაპზე მე მოძებნით საერთო ინტერესების მქონე დიდ ქვეყანას, ვერ ხვდები რამ უნდა დაგვიცვას რუსეთის აგრესიისაგან. რატომ უნდა გაგვიწიოს რუსეთმა ანგარიში თუ უკრაინაში თავის მიზნებს მიაღწევს. შემდეგ რა შეუშლის ხელს ჩვენი სახელმწიფოებრო არ ამოიდოს იღლიის ქვეშ. როგორ შევძლებთ თავის დაცვას? თუ შეერთებული შტატები არ დაგვიდგა გვერდით ინტერესების თანხმედრის პირობებში. აი როგორ უნდა ისმებოდეს კითხვა. ახეთ ადამიანს გააზრებული აქვს ის რა არის, მას გაუჩნდა კითხვა და მან ჩამოაყალიბა აბსოლუტურად ცივილიზებულად ის რაშიც მას ჭირდება პასუხი. წინვალე კითხვა, ფუნდამენტალური კითხვა, მე ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ეხლა უშუალოდ კითხვაზე შედარებით მოკლედ ვუპასუხებ. ჩვენი დღევანდელი პრობლემა არის ის, რომ 21 საუკუნის 20-იანი წლები არის კოორდინატა აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა, რომელიც არაფრით გავს, თუ გნებავთ 30 წლის წინანდელ მდგომარეობას, არაფერ ვამბობ, იქ მე-17 და მე-18 საუკუნეებს და კიდე იქეთ მე-13 საუკუნეს. არა. ჩვენ მოვხდით სულ სხვა ახალ კოორდინატა სისტემაში და ჩვენ ვაზროვნებთ ისე, როგორც ვაზროვნებდით წინა კოორდინატა სისტემაში. კარგი იყო, ცუდი იყო, ამას არ ვეხები. უბრალოდ სხვა რამეზე. აი ეს ინერცია წამოსული მოვიდა დღეს და ჩვენ ისევ გვინდა გაუგებრათ იმისა, თუ დღევანდელი გეოპოლიტიკური დაპირისპირების მიზანი რა არის. რაშია რუსეთისა და შეერთებული შტატების დაპირისპირება? ხას უსვა. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაპირისპირება, იმიტომ რომ ევროპის კავშირი, ნატო არავინ არ არის. თუ იქ არ არის შეერთებული შტატები, ისინი არავინ არ არიან. ევროკავშირი პოლიტიკურ ერთეულსაც არ წარმოადგენს. ეს არის ღიად გეტყვით, მორიდება არაა საჭირო, ერთუჯრედიანი ნეოლიბერალური გლობალური ელიტების მარიონეტებით მართული არა მარტო ევროკავშირი, არამედ ყველა დიდი ევროპული ქვეყანა, რომელი ქვეყნებიც იყვნენ იმ საოცარი კულტურისა და ცივილიზაციის შემოქმედები, რომელსაც ჩვენ დასავლურ კლასიკურ კულტურად ვიცნობთ, როგორიცაა საფრანგეთი, საერთოდ აკვანი დასავლური ცივილიზაცია, გერმანია და ბრიტანეთი. სამივე არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ესე იგი, თუ მე ჩემს ლოგიკას გავყვები, ჩვენ 700 წელი რა შეცდომებსაც უშვებთ, გვინდა იგივე შეცდომა დავუშვათ, რადგან თუ ჩვენ ვეძებთ მფარველს რომელიმე დიდ მოთამაშეს შორის, ჩვენ თამაშობს ნულოვანი ჯამით. ეს ძალიან ფუნდამენტალური რამეა. ნულოვანი ჯამით თამაში არის
ანტაგონისტურად დაპირისპირებული მხარის თამაში, სადაც ერთის მოგება არის ზუსტად ის, რაც არის მეორის წაგება. თამაშების თეორიაში და ჩემ წიგნში ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად არის განხილული. ჩვენ გვინდა ვითამაშოთ თამაში ნულოვანი ჯამით, ანუ ვიყოთ ერთ-ერთი მხარის შემადგენლობაში მეორე მხარის წინააღმდეგ. და აქ ვაწყდებით ჩვენ კოლოსალურ პრობლემას, რომლიდანაც გამოსავალი არ არის. საქართველოს არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ იყოს შეერთებული შტატების მოკავშირე და იყოს რუსეთის მტერი, ისევე როგორც მას არანაირი საშუალება და უფლება არ აქვს იყოს რუსეთის მოკავშირე და იყოს შეერთებული შტატების მტერი. იმიტომ რომ დაპირისპირებაში მოხვედრილია სამხრეთ კავკასია. სოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრი ახლო აღმოსავლეთთან და შუა აზიასთან ერთად. ეს არის ჯერჯერობით გადაუწყვეტელი დაპირისპირება, სადაც არანაირი ბალანსი არა მარტო დაცული არ არის, მიდის სასტიკი დაპირისპირება. მე ავხსენი ზუსტად რა არის რუსების მიზანი კავკასიაში, რა არის ამერიკელების მიზანი. გავიმეორებ. შეერთებული შტატებს აქვს ორი მთავარი მიზანი. პირველი, სამხრეთ კავკასიიდან და შუა აზიიდან განდევნოს რუსები და ჩაკეტოს იგი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და დაამყაროს კონტროლი კასპიის ბასეინის უზარმაზარ ენერგომატარებლებზე და დაამყაროს ტრასებზე სრული კონტროლი. რაც სრული კატასტროფაა რუსეთისათვის. ეს არის ამერიკელების მთავარი მიზანი. უკრაინა ეს არის. უკრაინა იყო მიზანი, რომ უკრაინა ჩამოეცილებინათ რუსეთისთვის, რუსეთი შემდეგ უკვე კავკასიისა და შუა აზიის მეშვეობით საერთოდ იზოლაციაში მოექციათ, ხასუსა. და ამით მისი გეოპოლიტიკური ამბიციები გაენულებინათ, ან დაემარცხებინათ რუსეთის დაშლის გზით, ან და გაიკეთებინათ ისე, რომ იგი მართვადი ყოფილიყო, მართვადი სახელმწიფო ყოფილიყო. რა არის რუსების მიზანი კავკასიაში? შემდეგ მე ძალიან კარგ კითხვას ვუპასუხებ, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი, აი მეტი, ესე იგი ხასუსვა, ემოციის გარეშე გეუბნებით, ეს შეხედულებებია, ხო? არის კიდე შეხედულებები, რომ რუსეთს საქართველოს სახელმწიფო არ უნდა და ის ასე და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ვიღაცასთან და ვებრძოლოთ რუსეთს, ხო? ამას მეორე კითხვაზე. რუსების მთავარი მიზანი კავკასიაში არის არა ქართული სახელმწიფოს ან სომხეთის ან აზერბაიჯანის მოსპობა გამორიცხულია. თუ შენ სამივე ქვეყანა ერთად ან ცალ-ცალკე საფრთხეს არ შეუქმნი რუსეთს არაფერში არ ჭირდება ამ სახელმწიფოებზე ხელყოფა. მას ჭირდება ორი რამ. ორი მთავარი რამ. პირველი, რომელზეც დამოკიდებულია მისი სიცოცხლის უნარიანობა. აქ არ გაჩნდეს მასთან დაპირისპირებული მხარე, კერძოდ შეერთებული შტატები ნატოს მეშვეობით. ეს არის მისთვის სასიკვდილო, რატომ? ჩრდილო კავკასია პირველ რიგში დაღესტანი, ჩეჩნეთი იქნება აბუნტებული, შემდეგ კი ვინც ყოფილხართ მახაჩკალაში, იქედან ვოლგის მეშვეობით ახვალთ და თქვენ მიადგებით მუსულმანურ უზარმაზარ ძალიან ძლიერ ფედერალურ წარმონაქმნებს, როგორიც არის თათრეთი, ბაშკოროსტანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე, ესე იგი, აქ წმინდა, მოდით ასე ვთქვათ, კავკასიაში ნატოს შემოსვლა არის რუსეთის დასასრული, ეს ანბანურ რამეს ვამბობ და მეორე. თუ რუსებმა რაღაც ბალანსის დონეზე კასპიის ენერგომატარებლები და ტრასები ევროპისაკენ ვერ გააკონტროლეს, თუ გნებავთ ამერიკელებთან ერთად და მთლიანად განდევნილი იქნენ აქედან, მაშინ მათი ნავთობი არავის არ დაჭირდება. მართალია დღეს უკვე რუსეთი მთლიანად ნავთობზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ეს კოლოსალური მარაგებია,
რომელიც მას სერიოზულ ფულს აძლევს, ამიტომ ამხელა დარტყმა ქვეყნისთვის ცხადია იქნება სერიოზული დასრულება. აი ორი მთავარი რამ, რომელიც ამოძრავებს შეერთებულ შტატებს და რუსეთს. სხვა ყველაფერი არის იდეოლოგიური შლაკი, ეს არის იდეოლოგიური სისულელე, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრ ახალგაზრდას და საუბედუროდ საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანს გამოულაყა ტვინი და ისინი დააყენა იმ გზაზე, როდესაც შეუძლიათ იმდენი სისულელე იძახონ, რამცაც გაიძახიან. ესე იგი, მაშინ სად არის გამოსავალი? აი ძალიან კარგი კითხვას ვპასუხობ. თუ შეერთებული შტატები არ დაგვიდგა გვერდით. მე გითხარით რა პრობლემასთანაა ეს დაკავშირებული. დიდი ალბათობით შეერთებული შტატები აქ ვერ დაიკავებს დომინირებულ ადგილს. აი როგორ შეთანხმებიან რუსები და ამერიკელები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მაგრამ რუსეთი არ წვეთს მარტო ამ საკითხს. არის ირანი, რომლისთვისაც სამხრეთ კავკასია ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არის თურქეთი. საქართველოში იმდენად დაიკარგა პროფესიონალიზმი, რომ თურქეთი აქ რაღაც თავარ მოთამაშედ გონია და აუ თურქეთი ასეთია, რუსეთთან იომებს. ვი? ქვეყანა, რომელიც უზარმაზარი პრობლემების წინაშე დგას და რომლის მომავალი კარგად ცხადი არ არის? სად შეუძლია მას ომი? იცით მისი ფინანსური მდგომარეობა? ესე იგი, რეგიონალური სოფლიო ეპიცენტრად ყოფნა შენ უნდა კარნახავდეს იმას, რომ შენს ირგვლივ ცხოვრები მეზობელი ქვეყნები კარგები არიან, ცუდები არიან. თემა არ არის პოლიტიკაში. ამ რეგიონიდან ან თანამშრომლობას ელიან და სტაბილურობას და საფრთხე იქნება მათთვის მოხსნილი, თუ ჩვენ ქართველები არ მოუხსნით საფრთხეს, ნებისმიერ აქ ისტორიულ მოთამაშეს ჩვენ დაგვანგრევენ თავიდან ბოლომდე. ვერავით არის ამერიკა ვერ უშველის ამას, მაგრამ ჩვენ რა კი სახელმწიფო გვაქვს, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს მიუმხრობლობა, გონიერი, ნეიტრალიტეტი ჩვენ არავინ არ მოგცემს. ნეიტრალიტეტი უნდა მოგანიშნოს რუსები და ამერიკელები უნდა შეთანხმდნენ. გამორიცხულია. იმდენად დიდია ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, ეს არ მოხდება. ესე იგი, შენი ნეიტრალიტეტზე საუბარი, მესმის რაღაც მოძრაობებია ისინი, მაგრამ სერიოზული არ არის. მე გეუბნებით აქტიურ პოლიტიკაზე, როდესაც ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ჭირდება ყველას. რუსებს ჭირდება ქართული სახელმწიფო. რატომ? მას უნდა სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში და არ კონდეს საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან. აქედან დასკვნა. რუსეთთან დასალაგებელია ერთადერთი საკითხი. მე არაერთ ტელეხიდში მიმიღია მონაწილეობა ძალიან ცნობილი რუსების მონაწილეობით. ერთ-ერთი ბოლოში იყო, როდესაც მე ვთქვი, რომ თქვენ უნდა მოგცეთ გარანტია, რომ ჩრდილოეთიდან საქართველოს არ ემუქრება საფრთხე. მაშინ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იქნება საქართველოში, ვალდებულია მისცეს რუსეთს გარანტია, რომ საქართველოს ტერიტორიიდან არ ემუქრება საფრთხე. მე დამირეკეს მითხრეს, რომ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია ამანო და სერიოზულ წრეებში დაიწყეს ლაპარაკი. მე ხას უსვამ. მე არ მაინტერესებს. მე მაქვს ჩემი ქვეყანა, ჩემი სახელმწიფო. ამ სახელმწიფოს უხდება ცხოვრება მოცემულობაში. არა იმაში მე ეს მომწონს და მე ის მომწონს. ვის რაში აინტერესებს, შენ რა მოგწონს. თავარია, შეგიძლია თუ არა თანაცხოვრების ის ფორმები მოძებნო შენი გონივრული წევით, შენი წარსულით და შენი კულტურა კარნახობს კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოიქცე, თუ შენ შეგიძლია წახვიდე კონფრონტაციის გზით და დაასრულო შენი როგორც სახელმწიფოებრივი არსებობა. აი, ეს არის მე ხაზგასმით ვამბობ, სამხრეთ კავკასიაში წონასწორობა დარღვეულია. ერთადერთი წარმატებული და შემდგარი სახელმწიფო
არის აზერბაიჯანი, რომელიც ბოლოს ცოტა უცნაურად აიჭრა და პრობლემები გაიჩინა და იმისთვის რომ ეს ამოვარდნები, ანუ ფლუქტუაციები თავიდან იქნას პოლიტიკაში აცილებული, საჭიროა სამხრეთ კავკასიის დასტაბილებება. ამ როლის შესრულება შეუძლია მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ არა ასეთ საცოდავ ხელისუფლებას, რომელიც ბრიუსელში მიდის ღირსებით და რომელსაც კიდე გეუბნებით. მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს ცუდი ბიჭები არიან. არა, ისინი სოროსის ნაგავში არიან გაზრდილები. იხდით? მათი სულისკვეთება ახალგაზრდა ასაკიდან არის იმ ტყლაპოში, რასაც ნეოლიბერალიზმის ტყლაპო ქვია. ამიტომ თქვენ ნუ მოთხოვთ, კაცო, ისეთ რამეს, რომელიცაც არ შეუძლიათ მათ გაკეთება, მათ ასე წამთ. ჩვენ რა გვინდა ეხლა ყობახიძეს რას წამს, ის ვარჩიოთ თუ ქართული სახელმწიფოს მომავალზე ვიფიქროთ. ეხლა მე რომ თლად გავამარტივო სიტუაცია, ძალიან ცნობილ გამოთქმას მოვიყვან, ფრანგული პარიზული გამოთქმა არის და ეს ყველაფერი მიუსადაგოთ ჩვენ ხელისუფლებას. პარიზის ყველაზე ლამაზ ქალს არ შეუძლია მოგცეს იმაზე მეტი, ვიდრე მას აქვს. გენიალური ნათქვა. რას თხოვ? პარიზისა ლამაზია, ულამაზესია, მაგრამ მას რაც აქვს, მეც ვერაფერს ვერ მოგცე. ისია საცოდავი ხელისუფლება, რას თხოვთ? გაიარეთ მისი წარსული. სხვანაირები როგორ შეიძლება იყვნენ? სად იშრომეს, სად ახეთქეს წიგნებს თავი, რა სპეციალობები აითვისეს, რა მიაღწიეს, არაფერი. სოროსი, იუსაიდი და ყავს ის ხელისუფლება, რომელიც დღესაც სოროსის და იუსაიდის ყლაპოში ზის, მაშინ როცა სოროსი და იუსაიდი დასამარებული ყავთ შეერთებულ შტატებში. ხო, ნახეთ, ტრამპა რა განაცხადა, ეს ფსიქოპათიაო სოროსზე. და პასუხი უნდა აგოსო. აი, ეს არის ჩემი კითხვა. ზე პასუხი მე თუ ვერ დაგაკმაყოფილეთ, კიდევ მომწერეთ, დიალოგში მომწერეთ, პირადში მომწერეთ, მე არაფერს არ ვიჟურებ დროის თვალსაზრისით, რომ ამას არ ვუპასუხებ. მეორე, ეს უკვე ის ჯგუფი ახალგაზრდებისა, მე მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი იმ სპეციფიურ ნაწილს, რასაც უწოდებ, მე უსმენენ და კითხულობენ ჩემ გვერდს, შესანიშნავია, ეს არის ჩემი მიზანი და იქ ერთმა ძალიან განათლებული ბიჭი აშკარად ეტყობა, მან ჩემს სრულიად სხვა თემაზე მითხრა. როდესაც მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ევროპა ემზადება ომისთვის და მან დასვა კითხვა ასე, ძალიან კარგად დასვა სხვა. აბა რა უნდა ქნას ევროპამ? თუ არ იომებს, ესე იგი უნდა გაუფორმოს ის მიწები, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიპყრო. გავრცელებული აზრია და მე მივწერე, რომ თუ იცის მან მინსკი 1, მინსკი 2, სტამბოლის მარტის მოლაპარაკებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე დელიკატურად მივანიშნე, რომ ეს არ არის ბრძოლა ტერიტორიებისთვის. ეს არის გაცილებით უფრო დიდი რამისთვის ბრძოლა, რომელსაც ქვია ისე როგორც ამაც აღიდგა ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარე, უსაფრთხოების საკითხი. დიახ, ის აბსოლუტურად ზუსტად აღიქვამს იმას, თუ უკრაინაში ნატო განლაგდება, მოსკოვამდე ბირთვული იარაღის წოდომა სჭირდება 4 წუთი. 4 წუთი ვერანაირი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ვერ ამუშავდება, იმიტომ რომ მე ეს ავხსენი, მე ამ სფეროსთან მქონდა შეხება, 50 წამამდე მაინც სჭირდება ყველაფერს. რაღაც რო გაიშვებს, რადარებმა უნდა დააფიქსირონ, შემდეგ უნდა მოხდეს იდენტიფიკაცია, რა არის ეს, ამას წამები ჭირდება,
მას შემდეგ რაც იდენტიფიცირებული იქნება ობიექტი, ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, რით შეიძლება მისი განეიტრალება. როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სასწრაფოდ უნდა მიეცეს ბრძანება და მომზადდეს ის სისტემა, რომელიც ამას განეიტრალებს. არ ვიცი ხა რა იქნება, ჰაერსაწინააღმდეგო იქნება, მიწი და თუ თვითნავები თუ ასე შემდეგ და ამას გადის 50 სულ ცოტა. და შემდეგ უკვე მოსკოვი ახლოსაა და მე გინდა ფეთქე ის და გინდა რა მთლიანად მოსმობს იქაურობას რაც არის. ესე იგი, საფრთხე არის რეალური. ყირიმთან დაკავშირებით. მხოლოდ იმის გამო, რომ საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები საქართველოში ფულზე გაიყიდნენ, პროფესიულად არ შემდგარი ხალხი იყო, მაგრამ იდეოლოგიური ეპიგონები გახდნენ. ის რაც მოხდა 2014 წელს გადატრიალება, თავარი მიზანი იყო ყირიმი. თუ უკრაინაში მარიონეტი ხელისუფლება იქნებოდა, ამერიკელების მთავარი მიზანი იყო ყირიმში მე-6 ფლოტის ბაზის გაკეთება. და ეს იყო რუსეთის დასასრული. დღევანდელი იარაღის წარმოიდგინეთ, ახლა სევასტოპოლში მე-6 ფლოტის ბაზა და რაც მოხდა შემდეგ ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ, რომ ამის საპირისპიროდ მოხდა. კარგია ეს, ცუდია ეს, ასე იყო, ისე იყო. რა მნიშვნელობა აქვს? ეს იყო მთავარი მიზანი. ესე იგი, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც საქართველოში მახინჯდება 2014 წლიდან. ადამიანები ვერ გარკვეულან რაშია საქმე. უკრაინის ამ ახალგაზრდას ვპასუხობ. უკრაინის არც ერთ კვადრატულ მეტრს რაიმე საფრთხე რუსეთიდან დაპყრობისა არ ემუქრებოდა. გამორიცხულია. საკითხი არ იდგა, აბა რა იდგა? ნეიტრალური უკრაინა ორ ოლქში რუსული ენის, კულტურის და ასე შემდეგ შეზღუდვების მოხსნა და უარის თქმა ნატოში გაწევრიანებას. ამ დროს რუსეთი და უკრაინა არა მარტო ხალხია, უსაშველოდ ახლო და მონათესავე ერთმანეთს, არამედ უკრაინა და რუსეთი გადაბმული იყვნენ ეკონომიკებით. უკრაინა იყო მსოფლიოში, ევროპაში რო ავიღოთ, დავანებოთ მსოფლიოს თავი, გაცილებით დიდი სამრეწველო ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანა ვიდრე გერმანია. უკრაინის აღორძინებას გარდა ჭკვიანი მმართველობისა არაფერი არ ჭირდებოდა. პოდოლიაკმა, რომელიც კარგად იცით თქვენ, ვინც იყო, ამ ბოლო დროს ერთი კარგი ფრაზა თქვა, გამომიგზავნეს და იქედან ვიცი, რომ რა უკრაინა რო გაგვევითარებინა ჩვენ და ამ უბედურებაში არ შევსულიყავით. ეს ტერიტორიები, ეს პოტენციალი, ეს ქარხნები, ეს მეცნიერები რა ზედმეტი იყო, ზუსტად იგივე მაქვს მე წლების წინ და შემდეგ არაერთხელ გავიმეორე. ქართველებს ვეუბნები. კი, მაგრამ ის აკადემიური ინსტიტუტები, განათლების სისტემა, რომელსაც გაშალაშინება უნდა და ზედმეტი რაღაცის გამოღება აწყობილი სისტემა იყო, ის წარმოებები, რომლებსაც ასევე ახალი ტექნოლოგიები, ეფექტური მართვა ჭირდა, ქართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ყელზე დაადგებოდა. ესე იგი, ჩვენ გავაკეთეთ უკრაინელებზე ადრე ის, რითაც მოსპეთ საკუთარი მომავალი და დღეს მივედით იმ დილეტანტ არაფრის მაქნის და სხვის ინტერესების ფარგლებში მოქმედ ხელისუფლებასთან და მასთან ვითომ დაპირისპირებულ ძალებთან, რომლებიც 4-ში აპირებენ მთლიანად გაიფორმონ ხელისუფლება მთლიანობაში, შემდეგ ზეწოლა კი მარტივი იქნება, აუცილებლად დიდი ბოდიში და გვერდზე გაწეული იქნება ბიძინა ივანიშვილი.
ფორმალურად ის გაწეულია. ის არ არის ხელისუფლების ნაწილი. არაფორმალურად კი საკუთარი თავის შენარჩუნებას იგი ვერაფრით ვერ შეძლო. აი ესეც პასუხი მეორე კითხვაზე. და კიდევ ერთი გოგონა, რომელიც ამ წრიდან იყო, როდესაც ომზე ლაპარაკობდა, სიხარული თქვა, რომ რა კარგია, რომ ესე იგი ევროპა დაეცემა რუსეთს თავზე, თავს დაესხმება და ყველაზე კარგი თავდაცვა არის თავდასხმა. ესე იგი ამ ახალგაზრდა გონებაში ომი მით უმეტეს იმისა წარმოდგენა არ აქვს ტექნიკაზე, მეცნიერებაზე, რეალურად ქვეყნის პოტენციალებზე. ის სულიერად არის ომის მომხრე და მას აპრიორი გონია, რომ დაჩაჩანაკებული, გადაგვარებული დღევანდელი ევროპა, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს კლასიკურ ევროპულ ცივილიზაციასთან, შეძლებს რუსეთის დამარცხებას. პირდაპირ გეუბნებით, მე ამას ვამბობ წლები, არაფერს არ მოვრიდები ვარ, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი ქვეყნის ახალგაზრდები არ ერკვეოდნენ საქმეში. მე ახალგაზრდებს აქეთ არიან, იქეთ არიან, ყველა ქვეყნის მომავალს უყურებ, ყველას. ამიტომ მინდა მათთან დიალოგი, მათ გასაგონად ვამბობ, დიდი მადლობა, რომ ძალიან ბევრი უსმენს, ყველაფერი გავიარე, რაც იყო ფეიკები ეს. აბა როგორ გინდა ამ ჭაობში შემოხვიდე და შენ დამოუკიდებლად იმ საქმისთვის იბრძოლო, რომელიც წმინდაა თავისი არხით, შენ გინდა რომ შეურაცხყოფა არ მოგაყენონ და ფეიკები არ გიკეთონ და რუსეთუმე არ გიძახო. არ ხდება ასე, მაგრამ სულ დიდი ბოდიში შეიძლება ქუთაისურად გეტყვით, თქვენ ინტელექტს ვენდობი, იმიტომ აი ყველა ეს ხალხი ერთად აღებული ცალ ფეხზეც კი არ მკიდია. იმიტომ რომ არავინ ყველას შევთავაზე. სადაც გნებათ მოვალ. დარბაზში შეიკრიბებით მარტო მოვალ. არა ვარ, დაცვა არ ამხავს და ახლა ვერ დავიქირავებ, ამის მატერიალური საშუალებები არ ამაქვს. მიტინგზე იყავით 50,000 ხარ მოვალ დაგელაპარაკებით. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი. საღ ქართველებთან ერთად უბრალოდ იდეოლოგიით გაგანადგურეს. გაქთელეს და შეურაცხყოფა მოგაყენეს. გამიგეთ? მე ეს არ მაწყობს და არ მსიამოვნებს. აი ჩემი პასუხიც მეორე კითხვას. შემდეგი. რატომ უნდა გავითვალისწინოთ ბრიუსელის მოთხოვნები? რა ვალი გვაქვს მათი? არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთთან და რატომ აბრალებენ ამ ხელისუფლებას რუსეთთუმეობას? ჩვენ ქართული სახელმწიფოს ინტერესების გარეშე არაფერი არ უნდა გავითვალისწინოთ. ბრიუსელი იქნება ეს, მოსკოვი იქნება, ვაშინგტონი იქნება, მაგრამ ჩვენი პრობლემა არა ბრიუსელი, მოსკოვი და ვაშინგტონი, არამედ ჩვენი ხელისუფლებაა. ყველა ხედავს ამ სუსტზე სუსტ ხელისუფლებას. საქართველოს ეხლა მე ზუსტად ჩამოვაყალიბებ იმას, რაშიც არაფერი ემოცია არ არის. საქართველოს მომავალი არაფრით არ არის დამოკიდებული ევროკავშირზე. არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად, არც სოციალურად, არც ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით. ერთადერთი რაც გვაკავშირებს ბჭყალებში ევროკავშირთან ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც 2014 წელს მოეწერა ხელი. მე დავჯექი ეს უზარმაზარი მასალა წავიკითხე, დავწერე სამეცნიერო სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია Business Time Georgia გამოდიოდა რუსულ ენაზე, აზერბაიჯანელები იყვნენ პატრონები. ძალიან კარგი ჟურნალი სხვათა შორის, მე ხელშეკრულება დამიდეს და ყოველ ნომერში სტატიას ვამზადებდი. იქ ერთ-ერთი არის და ეს ჟურნალი ვრცელდებოდა არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ ყველა საელჩოებში. არაერთი საელჩო მოვიდა ამ სტატიის თაობაზე, მითხრა რატომ ფიქრობთ ასე. მე ხო ემოცია არ და როგორ შეიძლება სამეცნიერო რაღაცა წერო და რაიმე სიმპათია ანტი მე ავდე კიდე გავშიფრე ციფრული მონაცემები, პირობები და ასე ვთქვი რომ ეს არის
არაფერი საქართველოსთვის არაფრის მომცემი არ არის. ვერავით არის 4% მთლიანი შიდა პროდუქტის ამ ხელშეკრულებით არ გექნება, იმიტომ სრული უაზრობა. ეს არის ევროპამ გაიკეთა საქართველოს უსუსური ქვეყნის პროვინციალური ხელისუფლებების პირობებში დანამატი, ანუ როგორც გოიმს ხასუსოა, როგორც უვიც ხელი მოაწინა დოკუმენტებზე, რომელიც ევროპის სასარგებლოა და საქართველოსთვის ნულოვანი მომცემია. არაფერი არ გვეკუთვნის, არაფერი არ გვინდა მათგან. ჩვენ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში ევროპასთან დავამყარებთ აუცილებლად ძალიან კარგ ურთიერთობებს. რა გვაქვს ეხლა ევროპასთან სასაუბრო, მაგრამ ჩვენი უბედური ხელისუფლებების გადამკიდე ჩვენ მარიონეტულ ქვეყნად ვართ ქცეული და ისინი კარნახობენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, თავზე გვაფურთხებენ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იმ ელჩების საქციელი არ არის შეურაცხყოფა საქართველოსი და ქართველების, მაშინ თქვენ ღირსება დაგიკარგავთ. მე კი ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქართველს ჯერ ძალიან მაგრად აქვთ ღირსების გრძნობა. აი ჩემი პასუხი. შემდეგ ერთი კითხვა იყო ასეთი, თქვენ ადრე არ აკრიტიკებდით დონალდ ტრამპს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში დაწერეთ ის, რომ იგი არაადეკვატურია და ასე შემდეგ. დიახ, ცხადია, მე წინა პრეზიდენტობის დროსაც და არჩევნების წინაც ძალიან ვუჭერდი მხარს, იმიტომ რომ ჩემთვის ამერიკა ძალიან ახლობელი ქვეყანაა, სწორად გამიგეთ. ჩემი ახლობლობით მე როცა ვლაპარაკობ ამერიკაზე, მე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ როგორც ქართული სახელმწიფოს პოზიციიდან. ამერიკა რომ მიყვარს და ამერიკა რომ ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩემი 8-სულიანი ოჯახის 5 სული ამერიკის მოქალაქეა, ამერიკაში ცხოვრობენ და თავიანთი შრომით საოცრად კარგად დაფასებულები არიან. როგორ შემიძლია მე ასე არის, მაგრამ მე საუბრობ საქართველოს მიმართ პოლიტიკაზე, მე საუბრობ საქართველოს პოლიტიკაზე და იქ ჩემი ოჯახური მდგომარეობიდან რაღაც დიდი რამები ვიმღერო, მაშინ მე ვიღავ ყოფილვარ. რატო უნდა მისმინოთ თქვენ? ამიტომ ორი რამეა, ჩემი პირადი და ბავშვობიდან მე მიბმული ვარ ამერიკაზე, ოცნებები იყო, ლიტერატურა, მუსიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რა ვიცი, სპორტი, ყველაფერი ასეთ გარემოში გავიზარდე, მაგრამ მე ამ დამოკიდებულებამ ამერიკისადმი უფრო კარგი ქართველი გამხადა და არა რაღაც დღევანდელი შინ მავალი ვიღაც უსახო ადამიანების მსგავსი არსება. არა. დიახ, რა მოხდა? რა შეიცვალა დიდი რამ. ჯერ ერთი მეორეჯერ მობრუნდე პრეზიდენტად შეერთებულ შტატებში იმ ინტერესთა ჯგუფების, ძალიან გავლენიანი ჯგუფების პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია თუ კონსენსუსი არ არის მიღწეული. თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ ტრამპი დააფინანსა ებრაელმა ძალიან შეძლებულმა ადამიანებმა. ბუნებრივია, რომ ტრამპმა ის რაც დაისახა, რომ აი მეგა ხო, მოდი გავაკეთოთ ამერიკა ძლიერად. კონსერვატული პრინციპები, ამერიკა კონსერვატულია. ერთხელ, როდესაც ჩემ შვილთან ამერიკაში ვიყავი, ძალიან უხეშად დავწერე. იქ შაბათ-კვირას საეკლესიო მსახურებებია და გამოტენილია ხალხი ყველა მართალი იქ სხვადასხვა კონფესიებია, ასეა მოწყობილი ამერიკული რელიგიური სივრცე, მაგრამ ყველგან სადაც კი მე ვყოფილვარ და მე ბევრი რამ მინახავს, ყველგან სავსეა ხალხი. ასეთი რამ ევროპაში არ ხდებათ. ამიტომ
როდესაც მე ვხედავ იქაურ ოჯახებს, ეს კონსერვატული ოჯახებია, ოჯახისადმი დამოკიდებულება შვილებისადმი და ასე შემდეგ და ვიღაც ჯგუფი ჩნდება და LGBT-ო და ასეთი რამეები და ბუნებრივია პურიტანულ ამერიკაში ეს ვერ იქნებოდა გამარჯვებული, იმიტომ რომ ეს იყო შეერთებული შტატების ძირგამომთხრელი იდეოლოგია, რომლის მიზანი სწორედ შეერთებული შტატების დაქცევა იყო, მაგრამ ტრამპი როგორც ჩანს მოექცა სერიოზული გავლენის ქვეშ, მან ვერ დაძლია ნეოკონსერვატორები, არადა ნეოკონსერვატორები განაგებენ შეერთებული შტატების პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას ჯერ კიდევ რეიგანის პერიოდიდან, იმიტომ აიფარეს რეიგანი, შეუქმნეს იმიჯი, თითქოს მაგარი პრეზიდენტია, ამ დროს საერთოდ გაგებაში არ იყო პოლიტიკისა, მაგრამ ნეოკონსერვატორებმა მაშინ დაიწყეს დემონტაჟი კლასიკური ამერიკისა. ნეოლიბერალიზაცია, თურმე რეგულაციები არ უნდა იყოს და ასე შემდეგ და გააჩინეს სუპერკლანური ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომელთა კაპიტალიზაცია უკვე ტრილიონებს სცილდა. ბუნებრივია, გავლენა დიდი აღმოჩნდა, მან ვერ დაძლია შიგა წინააღმდეგობები, მას ყავს უსუსტესი გარემოცვა. რუბიო სახელმწიფო მდივანი ეს არის ფაქტიურად არაპროფესიონალი. მე ჯერ კიდევ წინა არჩევნებზე, როცა ის უპირისპირდებოდა ტრამპს, ვთქვი, რომ ეს აბსოლუტურად არასერიოზული ადამიანია. მე ხედავ ნაციონალური უსაფრთხოებაში აბსოლუტურად შეუსაბამო პიროვნებას, ფაქტიურად ნეოკონსერვატორს. ერთადერთი ვენსი, რომელიცაც ამზადებენ სამომავლოდ, მაგრამ ვენსი ჯერ არ არის იმ კონდიციისა, რომ რეალურად პოლიტიკის შემქმნელი იყოს, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ახალგაზრდაა და შეიძლება 2-3 წლის მერე საპრეზიდენტო კანდიდატად იყოს უალტერნატივოდ, იმიტომ რომ უფრო შემართული ჩანს. რა თქმა უნდა, ტრამპმა ბევრი რამ დაკარგა იმის გამო, რომ მას კი ჩამოიცილა, იმიტომ რომ მას კი ანგრევდა ამ დამპალ სისტემას, მაგრამ ისეთი რამეები აღმოაჩინა ამერიკულ სახელმწიფო უწყებებში, რომ ამის გახმაურება მე მგონი უფრო დიდ ზიანს მოატანდა, ამიტომ მას კი ჩამოიცილეს. მას კი ჩამოცილება ნიშნავს, რომ იმ სუპერმილიარდერების გარკვეულწილად დისტანცირებას და ტრამპი დარჩა თავიდან ბოლომდე იმ გარემოცვის ხელში, რომელმაც ისეთი შეცდომა დააშვებინა, რომ 80 წლის თავის აღნიშვნაზე პეკინში არ ჩავიდა. როცა მთელი მსოფლიოსთვის ეს იქნებოდა უსაშველოდ პატივდადებული საქციელი, ტრამპის ავტორიტეტი ძალიან იქნებოდა და ზუსტად გაუკეთეს ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ესეც ჩემი პასუხი ტრამპთან დაკავშირებით იმ ძალებს, რომელიც, ახლა მე გეტყვით თავარს, იმ ძალებს, რომლებიც ტრამპის გარემოცვაშია, უშუალოდ არა, მაგრამ ყველანაირ ნაბიჯს ადგმევინებენ იმისთვის, რომ ნატო და ევროკავშირი დაეტაკოს რუსეთს. რუსეთი არის მათი მთავარი სამიზნე. და აქედან მე გადავდივარ იმ თემაზე, რომელიც ასევე ცუდად არის საქართველოში გაგებული. პირველ რიგში ის, რომ რატომ ვერ აიღო რუსეთმა უკრაინა 3.5 წლის განმავლობაში. იყო ასეთი დღის წესრიგი, მე არ ვიცი. პირველად თებერვალში რომ შეიჭრა 2022 წლისა, იმ შეიარაღებით და იმ რაოდენობით უზარმაზარი ქვეყნის დასაპყრობად არ შედია. მეორე, დღეს რატომ ვერ მიდის სწრაფად? აქ ძალიან ნათლად გამოკვეთილი რამეა. ამ კონფლიქტში იგი მიდის ნელა, იმიტომ რომ საკმარისია მან დიდი ძალები მოახმაროს ამ შეტევას და შეერთებული შტატების და ევროპის კონცენტრაცია კიდევ უფრო გაძლიერდება. ანუ მას თავიდან უნდა აიცილოს ის, რომ ეს არის მთავარი კონფლიქტი,
არ არის ვაბობს ეს თავი კონფლიქტი აქვს პატარა რაღაცები მაქო მოსაგვარებელი ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ რუსეთს რომც დაეპყრო უკრაინა მას რუსეთის საუკეთესო მოკავშირეებიც კი არ აღიარებდნენ ესე მარტივი არ არის ამიტომ ყველა იმ ადამიანს ვისაც მიაჩნია რომ რუსეთი საქართველოს დაიპყრობს და ასე შემდეგ წმინდა თვალსაზრისით თუ საქართველოს არ დაუშვა კოლოსალური შეცდომა საფრთხე არ გაუჩინა საქართველოსთან რუსეთს ერთი ქალბატონი მწერდა ნატოს ბაზები საქართველოში ხომ გახდება პირდაპირ სამიზნეო ქალბატონო ნატოს ბაზები საქართველოში ვერ გაიხსნება იმიტომ რომ სანამ ნატოს ბაზები გაიხსნება ქართული სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას მე ავხსენი რატომ ვერასდროს ჯერ წავიდეს ნატო და ევროპა კეთილინებოს და დაამარცხოს რუსეთი ეხლა არ მინდა ცუდი სიტყვა თქვა ისე დამარცხებულა საქართველოს რომ იტყვიან ყველა მადიდებელი როგორც დამარცხდება რუსეთი ნატო ევროკავშირის დაპირისპირებაში აზზე ვერ მოვა ევროკავშირი და ნატო ისე იქნება გასწორებული მიწასთან ჩვენ ვეთამაშებით ძალას რომლის შესახებ დამპალმა იდეოლოგიამ ამ საწოდავ ახალგაზრდულ ტვინებში შეიყვანა სრული იდიოტიზმი ამიტომ რა გინდა ეხლა თაღმად ხარათხარო ხო არ გინდა გაქვს სახელმწიფო იფიქრე გონივრულად იაზროვნე შექმენი პირობები რომ მეზობლებთან პრაგმატული გონიერი ურთიერთობა ქონდეს და თავი დაანებე ამ მე-13 გოჭის როლში ყოფნას უკვე 700 წელია შემდეგი კითხვა კარგი კითხვებია ანაბრებთან დაკავშირებით იყო რამდენიმე კითხვა ხაცუცო მე კარგად ვიცი სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა რა გარემო იყო საბჭოთა კავშირში თაობა ვარ ასეთ უბრალოდ თანაც არ ვიყავი სადღაც რიგითი მოქალაქე რომელიც შორსაა საქმიდან ფანტასტიკურ მეცნიერებაში ვიყავი ისეთ ადგილზე სადაც ინფორმაციის კოლოსალური მოცულობა და სიღრმეა ხედავდი რა ხდებოდა მოსკოვში თბილისში არაფერი არ ხდებოდა თბილისში საბჭოთა კავშირი იყო მამალი საბჭოთა კავშირი იყო 1988 წლის ნოემბრის რაღაც პროტესტების დაწყებამდე რაც გააკეთეს ამ დროს ბალტიის პირელებმა და მე პირდაპირ გეტყვით ესტონელები გძნობდნენ იმას რომ ეს ქვეყანა დაიშლებოდა ყველა გძნობდა ამას რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა შეიძლება საქართველოში ეგონათ რომ არ დაიშლებოდა მე სადაც ვიყავი სრულიად დახურულ გარემოში ზუსტად იცოდნენ რომ დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი რა გააკეთა ესტონეთმა შევადაროთ და პასუხებიც გამო ესტონეთის უშიშროება ადგა და დაიბარა სანდო ესტონელები ეხლა უშიშროების სამსახურმა ამ ქვეყანაში ვინ არის სანდო ადამიანი და ვინ არ არის სანდო ადამიანი თუ არ იცის უშიშროება დასადხური იქნება თავიდან ბოლომდე ესტონელებმა ეს გააკეთეს საბჭოთა კავშირია უთხრეს გახსენით ფირმები გასხნეს ფირმები მერე ადგნენ ეს საბჭოთა მანეთები მეტი არ იყო არაფერი საქართველოში ესტონეთში ერთი და იგივე ფული იყო მისეს კრედიტებად გაუშვეს რუსეთში და ჩემოდნებით დაქონდათ ფული გადარიცხვების პრობლემა რაღაცები იყო ქეში მეტალურგიულ ქარხნებში ნიკელი სპილენძი ესენი და ნატურში შეიძინეს ეს ყველაფერი და 1990 წლისთვის ესტონეთი იყო მსოფლიოში ნომერ მეორე ექსპორტიორი ფერადი და შავი მეტალების. რა იყო ამ დროს? ესე იგი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რაც ესტონეთში რუბლები იყო,
მანეთები იყო, რასაც ჩვენ მანეთებს რუსულად რუბლები ხო? იყო, ყველა იყო გადაკეთებული დოლარებში, იმიტომ რომ ფასების სხვაობა საბჭოთა ბაზარზე მაშინ და საზოგადოებრივად იყო კოლოსალური, ამიტომ უზარმაზარი ფული მიიღეს. ამ დროს საქართველოში განათლებული პრემიერ-მინისტრი ვერ იტყვი, რომ აცხადებს იმას, რომ მათ უნდა ააშენონ სახელმწიფო კაპიტალიზმი. როდესაც მე ეს პირდაპირ ეთერში მოვისმინე, აი გულზე ჩხვლეტა მქონდა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი იყო სახელმწიფო კაპიტალისტი. საზღვარგარეთ საბჭოთა კავშირი ჩვეულებრივ მონაწილეობდა მთელ დასავლურ საბაზრო ურთიერთობებში, ბირჟებზე, ყიდვა-გაყიდვა, იმიტომ ჰქონდა საგარეო საოჭრო წარმომადგენლობები, შესანიშნავი სპეციალისტები. ქვეყნის შიგნით კი საბჭოთა კავშირი იყო. როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მოვიდა შევარდნაძე და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, ეხლა ძალიან დეტალებში არაა საჭირო, მოსკოვიდან ჩამოვიდა თვითმფრინავები და წაიღო მთელი რუსული ფული. რუსული რას ქვია, საბჭოთა ფული, სხვა არ ქონდა ჩვენ. მერე იყო კუპონები. ამ შევარდნაძის манипуляციებს მოყვა პირველი მილიონერების გაჩენა საქართველოში. ეს საკმაოდ კარგად არის, მე მგონი გაზეთებიც ბევრი იწერებოდა. კონკრეტული გვარებია, რომლებაც ამ манипуляციით ქართული ხალხი უბრალოდ გაძარცვეს. მე ერთი მაგალითი მაქვს მოყოლილი, გავიმეორებ ეხლა. მამიდა ჩემმა ეხლა გარდაცვლილი ამ ამბების შემდეგ მითხრა, რომ 5000 მანეთი მქონდა სალაროში და დავეკარგო. მაგრამ მე ვთქვი, ვერ მითხარი, შენთვის ვინახავდი, აბა მე რა თვინდოდა, მარტო ხელა ქალი იყო. წარმოიდგინეთ თქვენ საქართველოს იმ საშინელ ხელისუფლებას ქართველი ხალხი რო არ გაეძარცვა. მამიდა ჩემი ამ ფულის კონვერტაციის მერე იღებდა $5000. საბაზრო ეკონომიკა კაცობრიობის ისტორიაში 5000 საწყისი კაპიტალით არავის არ დაუწყია. სოფელ ძეძილეთში მცხოვრები მამიდა ჩემი, რომელმაც 5000 ლარი მოაგროვა ხურმა, იქ ძალიან ისეთი ხეხილიანი სოფელია, კაი რაღაცებია, ხან ორი გაზარდა, ხან რაღაცა. იწყებდა ახალ ცხოვრებას $5000 და მოპარეს. ეხლა წარმოიდგინეთ, ცხეს რამდენი მოპარეს. მილიარდობით ლარი პირველი უდიდესი დარტყმა ქართველებს მიაყენა მისმა ხელისუფლებამ, როდესაც მთელი ცხოვრების დანაზოგი მილიარდობით მანეთი, ანუ მილიარდობით $, ამოუღო და ერთი მუჭა ადამიანების საკუთრებაში. საბჭოთა კავშირი რაც აკეთებდა იმ დაშლის მერეთად, შესანიშნავად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. იქაც ის ოლიგარქები, რო წარმოიქმნა ამ ძარცვა გლეჯის შემდეგ წარმოიქმნა. ამიტომ ერთი იყო დარტყმა, მერე იყო სამოქალაქო ომი და არანორმალური გაჭირვება. მე არავის ასურვებ 90-იანი წლების გავლას თბილისში, შორს რო არ წავიდე, თბილისი რა მდგომარეობაში იყო და რა გამოგვივიდა. ქვეყანა, რომელიც იყო ძალზე სერიოზულად ღონიერი მატერიალურად. ასე იყო, ისე იყო, რა მნიშვნელობა აქვს. ქართველები საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდნენ და მათ შეეძლოთ, იმიტომ წერდნენ ინგლისელი ეკონომისტები და სხვები, რომ ეს არის გამზადებული ქვეყანაო. ესენი დონეებს ხედავდნენ ხალხი როგორ ცხოვრობდა. ეს იყო გამზადებული ქვეყანა ახალი ეკონომიკური ვეფხვის სახით ჩამოყალიბებული იყო და საკუთარმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებებმა ბოლო ძაფამდე გაძარცვეს. მთელი ქვეყანა გაუძარცვეს. ამას ვერც ამერიკელს დააბრალებ, ვერც რუსს ვერ დააბრალებ, ვერც მასონებს ვერ დააბრალებ, ვერც სიონისტებს ვერ დააბრალებ. რა გაკეთდა?
საქართველოს ერთმანეთს ძარცვავდა საუკუნეების განმავლობაში. ჩაუვარდათ ხალხს ხელში და გაძარცვეს თავისი ქვეყანა. სასტიკი შეფასება, მაგრამ მორიდებების დრო არ არის. თუ ჩვენ არ გავივლით ამ ანამნეზის პერიოდს, საკუთარ თავს არ გამოუტყდებით, რა უბედურება ავკიდეთ ჩვენს თავს და ჩვენ ქვეყანას, მანამ ჩვენ ამ ჭაობში ვიქნებით მიშას იმედზე, ბიძინას იმედზე და ასე შემდეგ და ბიძინაზე გითხარით რა მდგომარეობა ეხლა დღეს. ეს არის რეალობა. თავს ნუ მოიტყუებთ, კარგად იფიქრეთ, 2 დღის მერე ძალიან სერიოზული განხილვები გვექნება. შემდეგ ბანკი რომ არა გვაქვსო და მთლიანად მიბული ვართო დასავლეთსო, როგორ უნდა დავძლიოთო? ბანკი როგორ არა გვაქვს? ერთი კი არა, რამდენიმე ბანკი გვაქვს, 3 სისტემოწარმოქმნელი ბანკი გვაქვს. რა საბანკო სისტემაც არის, ამას ვერავის ვერ დააბრალეთ. ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სიმახინჯია. ქართული საბანკო სისტემა, რომელიც წავიდა უნივერსალური საბანკო სისტემის გზით, ანუ ერთი და იგივე ბანკს მისცეს ყველაფრის კეთების უფლება, მაშინ როცა შეერთებულ შტატებში და სხვაგანაც გაყოფილი არის კლასიკური საბანკო სისტემა, ანუ თქვენ ხართ ბანკი, რომელსაც რა არის ბანკი? ბანკმა უნდა მიიღოს დეპოზიტებზე ფული და ტრანსლაცია გააკეთოს იგი ეკონომიკაში. მაგრამ იგი საინვესტიციო პროექტებით, საინვესტიციო საქმიანობით, ამის ყიდვით, იმის ყიდვით ვერ დაკავდება. ამისთვის არის ცალკე საინვესტიციო ბანკები, რომლებიც დეპოზიტებს და მოსახლეობას ვერ შეეხება. აქ რა გააკეთეს მზაკურულად, ყველაფერი მისცეს ერთს, გაუკეთეს სათბური საკანონმდებლო პირობები. სოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომლის საბანკო სისტემას ჰქონდეს ასეთი დონის შემოსავლები, როგორც არის საქართველოში. 300%-ზე მეტია ევროპულ და 7-8%-ზე მეტი შემოსავალი ბანკს წლიური საქმიანობით არ აქვს. აქ რამდენია? თითქმის 24-25%. და ამ შემოსავალში სავალუტო ოპერაციებით რამდენია? თითქმის 40%-ზე მეტი. კომერციული ბანკები არაფერ შუაშია. კომერციულ ბანკებს რომც მოენდომებინათ ასეთი სისტემა ვერ შექმნიდნენ. ეს ხელისუფლებაში, შევარდნაძის ხელისუფლებაში, სააკაშვილის ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა მომსახურებმა ამ ფინანსური კლანებისა ძირითადად ეს უცხოელი მესაკუთრეები არიან. მაგრამ უცხოელი მესაკუთრე დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, რატო იცი? უცხოელი მესაკუთრეს მიაქვს თავისი მოგება. შენ გაქვს ეროვნული ბანკი, რომელიც არის კომერციული ბანკების რეგულატორი. საქართველოს ეროვნული ბანკი რო რაიმეს გავდეს და არ იყოს ისეთი წაქცეული და ამ კლანების მომსახურე ორგანიზაცია, მაშინ ჩვენ სხვანაირი საბანკო სისტემა გვექნებოდა და მაშინ მოხდებოდა ის, რაც ხდება ნორმალურ პირობებში. საბანკო ფული არა ბანკი გამოიყენებდა თავისი ბიზნესები, ყველას ბიზნესები აქვს. ხო იცით რაც არის, ხო? კანონით არ ექნება, როგორც კი გადადგამდა ბანკი ფეხს და დაიწყებდა არაპროფილურ საქმიანობას, მას ეროვნული ბანკი დაამხობდა თავზე ყველაფერს. ეხლა არა მარტო არ ამხობს, არამედ ემსახურება კიდეც. პლუს არის ინსაიდერული ინფორმაცია. მე ეროვნულ ბანკში მაქვს ნანახი ყველა კუთხე კუნჭული, ერთ-ერთი ბანკის მმართველს, რომელსაც ვაკრიტიკებდი, როცა მიდიოდა უკვე პოსტიდან, დამიძახა, დამირეკა და მითხრა, რომ იქნებ მოხვიდეო, მივედი და განახებ ყველაფერს, რაზეც შენ გვაკრიტიკებ, ხო? და მანახა ყველაფერი, რომელიც იმაზე უფრო უარესი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვფიქრობდი და მე ვაკრიტიკებდი. ამიტომ შენი პრობლემა არის საქართველოს ხელისუფლება. თუ ჩვენ ეროვნულ ბანკზე ვლაპარაკობთ,
ეროვნულ ბანკს არაფრის კეთება, ის არის ფულად საკრედიტო პოლიტიკის გამსაზღვრელი. ანუ საპროცენტ განაკვეთები, ფინანსირება კომერციული ბანკებისა, როცა მათ დროებითი ლიკვიდურობის პრობლემა უჩნდება და დადგენა იმ პროცენტებისა, რომელიც განსაზღვრავს შემდეგ სამომხმარებლო პროცენტს და ასე შემდეგ იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტი ამტკიცებს, როგორც ფულად საკრედიტო პოლიტიკას, ისე ამტკიცებს საბიუჯეტო საგადასახადო პოლიტიკას. ერთი მთავრობის ხელშია, პირველი ბანკის ხელშია, რატომ არის გაყოფილი? ეს ერთი მაკროეკონომიკაა. როგორც საგადასახადო პოლიტიკა, საბიუჯეტო პოლიტიკა, ბიუჯეტშორისი ურთიერთობები, აი მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ და ფულად საკრედიტო პოლიტიკა არის 4 იპოსტასი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა, მაგრამ გაყოფილია, იმიტომ რომ მთავრობას ნება არ მისცენ ფულთან კონდეთ შეხება. ფულთან შეხება, ფულის მოჭრა არ მოჭრის საკითხი და ასე შემდეგ არაფრით არ შედის სამთავრობო ფუნქციებში. ამიტომ არის ეს გაყოფილი, ჩვენთან ყველაფერი დამახინჯებულია. მთავრობა ვერაფერს ვერ გააკეთებს იმის გარდა, რასაც პარლამენტი უმტკიცებს. ეროვნული ბანკი ვერაფერს ვერ გააკეთებს, რასაც პარლამენტი უმტკიცებს იმის გარდა. და რა კი ასეა ყველაფერი, ეს პროფანური პარლამენტი, არაფრის მაქნისი პარლამენტი, რომელიც გადასულია საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე, აკეთებს იმას, რასაც წარუდგენენ, რაც ემსახურება კლანებს, რაც ემსახურება გარე ინტერესებს. აი, ეს არის რეალობა. ამიტომ აქცენტი სწორად გავაკეთოთ, ჩვენი პრობლემა გარეთ არ არის, ჩვენი პრობლემა საქართველოშია და მათ შორის საბანკო სფეროში. შემდეგი კითხვა. ბატონო მეცნიერ პოლიტიკოსო, თქვენ არაფერს არ ამბობთ საქართველოს დაცარიელებულ სოფლებზე. კაცო, როგორ არ ვამბობ? სულ მაგას გავიძახი. კატასტროფული დემოგრაფია, მიგრაცია, სოფლები ცარიელდება. მე არა მაქვს სოფლებში გაწყვეტილი კავშირი, ჩვენი ფანტასტიკური სოფლები, რომელიც წესიერი ხელისუფლების პირობებში დღეს 64 იქნებოდა და იქ არის. მე ვარ შემქმნელი იმ კონცეფციისა, რომელიც ქვია სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია და ზუსტად ვიცი, არა მარტო რეალური რესურსი, არამედ ზუსტად ვიცი სოფლის მეურნეობაში როგორ უნდა განვითარდეს არასასოფლო სამეურნეო სფეროები. ფანტასტიკური პირობებია და ისიც ამაქვს ნათქვამი, რომ ჩვენ კარგად არ ვიცით და სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან დიდი მზაკრული იდეა. მთელი საქართველოს მოსახლეობა უნდა განეთავსებინა 10 ურბანულ ცენტრში. რატო? იული სამართავია, ბორდელები, ნარკოტიკები, კაზინოები, სამუშაო არ იქნება, კაცმა უნდა იჩალიჩოს, ამ თბილისში ნახეთ დღეს რამდენი ვინმე ჩალიჩობს, სოფელი არა, ნიადაგი. ანუ ფუძე გადაიჭრებოდა ქართველებისა, შემდეგ კი მას იოლად მიიყვანდნენ გადაგო. სოფლები რა, ჩემი ფანტასტიკური სოფელი, ძეძილეთი, ნებისმიერ არაბ შეიხს რომ შესთავაზო, იმ საოცრებას რამდენიმე მილიონს გადაიხდის შიგნით და ამიტომ თავისუფლდება ეს სოფლები. ბევრი მისაუბრია ამ თემაზე, ალბათ თქვენ არ აგიქვთ, მაგრამ მადლობა რომ დასვით ეს კითხვა. შემდეგი. ძალიან კარგი კითხვა. თუ ბატონს გამოვიცვლითო, თავისუფლები ვიქნებითო. ფუნდამენტალური კითხვაა ქართველებისთვის. დაბადებით სულიერად ყმა თუ ხარ. შენთვის, ყმისთვის თავარი ოცნება არის კარგი პატრონი ჭალებში.
ასეთი არ არსებობს, მაგრამ ყმაც მეტი მოთხოვნა არ აქვს. იმიტომაც საქართველოს ამ მდგომარეობაში ყმაც არ ჭირდება დამოუკიდებელი საქართველო. ყმას ჭირდება პატრონი ბჭყალებში. რომ მოუვლის უპატრონებს, გადააყენებს პატარა საჭიროებებზე თუ დიდ საჭიროებებზე. ბატონებს რომ იცვლი, სულიერად მაინც ყმად შეები. ამიტომ თავისუფლება არის ყმისთვის უბედურება. ყმას არ შეუძლია მიიღოს თავისუფლება. ამიტომ არ უნდა მას. ამიტომ მარღებულობენ საქართველოში საკმაოდ ბევრი. იმიტომ არიან მიბმული, მიშაზე, ბიძინაზე. ყმები არიან, სულიერად ყმები არიან, არაფერი რო არ ეშველებათ. ჩვენი მიზანი ის კი არ არის, ისინი ვიღაც ნაწილი გადმოვა საღაზე. ჩვენთვის მთავარია, რომ ახალგაზრდებში არ გაიზარდოს ყმები. ახალგაზრდები მიეჩვიან სხვანაირ აზროვნებას, თავის პიროვნულ პატივისცემას, ღირსებას, წარმატებისკენ ტოლვას, საკუთარი კულტურის წიაღში აღზრდილები ამ ქვეყნის მოყვარულები უნდა იყვნენ და ამ ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, იმიტომ რომ ამ განვითარებულ ქვეყანაში საუკეთესოდ განვითარდებიან თვითონაც. ასეა, ყმას არ აქვს თავისუფლების ცნება. რამდენად საშიშია უკრაინელი დრონები, რომელიც შეიძლება აფხაზეთში რუსული ბაზების დასაბომბად იქნას გამოყენებული. რა თქმა უნდა, სრულიად რეალურია. აქ მთავარი ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიიდან არ მოხდეს. თორე ამას ჩვენ ვერც ხელს შეუშლით და არც რაიმე საშუალება გვაქვს, რომ მაგრამ ამას თავისი ცუდი გაგრძელება ექნება. ამიტომ გამორიცხული არ არის. მით უმეტეს დაძაბულობა კიდევ უფრო იმატებს საშინელი მდგომარეობა უკრაინის ფრონტზე, კიდევ არანორმალური დაძაბულობით ხდება მობილიზაცია, სწორად გამიგეთ, საშინელი ტრაგედიებითა, ყველას მიაქანებენ ფრონტზე. ეს არის უბრალოდ დაღუპული ხალხი, რომელსაც არაფერი არ უშვებს. უკრაინას ხას უსვამს. ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ. უკრაინა დაღუპულია. ვერანაირი ნატო ცხვირს ვერ შეყოფს უკრაინაში. ვერავითარი ევროკავშირი ცხვირს ვერ შეყოფს უკრაინაში. რა მოხდება ვერ გეტყვით, მაგრამ შანსი არ არსებობს, რომ უკრაინა გადაურჩეს, რაღა უნდა გადაურჩეს, ისედაც საშინელ დღეშია, მაგრამ როგორი ექნება დასასრული უკრაინას, ჯერ ამის თქმა შეუძლებელია. ეს არ დასრულდება მალე და მე გითხარით მთავარი მიზეზი რატომ არ დასრულდება მალე. რუსები არანაირ ზედმეტნაბის არ გააკეთებენ და არ გაზრდიან ესკალაციას, ისინი ნელა აკეთებენ ამას, რომ ევროპისა და შეერთებული შტატების ყურადღება მთლიანად არ იქნას კონცენტრირებული და რუსები ამით იკავებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც გამოცხადებული აქვს მთავარ მიზნად ჩინეთი, მაგრამ გზაში რუსეთს თუ გადაუვლის, ამის მოწინააღმდეგე არ იქნება. ამიტომ ხარს უსვამს. დიდი ომებისთვის 3 წლის უკან არც რუსეთი იყო მზად და დასავლეთი დღესაც არ არის მზად. შეერთებული შტატები დღესაც არ არის ომისთვის მზად. ყურადღებით მიაქციეთ ეხლა რასაც ვიტყვი. ჩინეთმა სამხედრო აღლომზე აჩვენა იარაღი, რომლის მსგავსი ამერიკელებს არ აქვთ. როდის ექნებათ ვერ გეტყვით. და რუსებს აქვთ იარაღი, რომლის მსგავსი ჩინელებს არ აქვთ. ამიტომ რას ვეთამაშებით? ან რატო უნდა ვეთამაშოთ? ესენი არიან დიდი ქვეყნები, ერთმანეთში არ ყვევენ საქმეს. ჩვენ რა გვინდა? ჩვენ რატო უნდა შევიდეთ ამ დაპირისპირებაში? აი ეს არის
მოსაფიქრებელი, გასააზრებელი და დასაფიქრებელი. ის იდეოლოგიური შლაკი, რომელიც არ გაძლევს საშუალებას რეალურად შეაფასო ის ქვეყანა, რომელიც არა მარტო უბრალოდ შენი მეზობელია, არამედ უბრალოდ ამ მსოფლიო დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მხარეა და ბოდავ უვიცობის დონეზე თან რუსეთი ყავს ნომერ პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი. ახლა მითხარით, მივმართავ ამ ხალხს. მსოფლიოში ანალოგი არ არსებობს. არ არსებობს. ანალოგი არ ქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა და პირველი ნომერი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი იყოს და ნახევარი ქვეყანა დღე-დღამ რუსოფობიით იყო შეპყრობილი. რუსოფობიაზე მე ავხსენ ეს ავადმყოფობა არის. ეს გონიერებიდან არ მოდის, ეს ავადმყოფობა არის. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პრეტენზიები რუსეთთან, მაგრამ ეს რუსოფობიით არ მოგვარდება. ეს გვარდება გონიერი, პოლიტიკურად გამიზნული, პრაგმატული ურთიერთობების შედეგად და თუ ეს ქვეყანა გადარჩა, ჩვენ აქამდე მივალთ კიდევაც. ჩვენ შესანიშნავ ურთიერთობებს დავამყარებთ ამერიკელებთანაც, რუსებთანაც, ევროპასთან, მაგრამ ეს იქნება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ურთიერთობა და არა ნაყარ-ნუყარი იდეოლოგიით გახრწნილი ხელისუფლებების მქონე სახელმწიფოს მარიონეტული ხუნტრუცი ბრიუსელისადმი და თუ გნებავთ ვაშინგტონისადმი. შემდეგი და ქართულთა დიდი გაერთიანების შეხვედრაზე ჩვენ 21-ში ქონდა გამოცხადებული, სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, რომ იმ დღეს თბილისობა დაინიშნება და ამიტომ ზედმეტი ექსცესები რომ არ იყოს, ჩვენ ქართულთა დიდი გაერთიანების ის მოწოდება, რომ შევიკრიბოთ 27-ში გადავიტანეთ, ყველაფერს დავწერთ 27 სექტემბერს ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი სახი ქართველების ერთობა ვაჩვენოთ და ხელისუფლებას გავაგონოთ. რა უნდა ქართველებს? ჩვენ ხვალდაზე უფრო მეტი ვიქნებით, მაგრამ ყველას გთხოვთ. ნუ დაიზარებთ. ჩემი პატივისცემით ან დათოს პატივისცემით ან ზაქარიას ან გიგლას პატივისცემით ნუ მოხვალთ იქ თქვენი ქვეყნის გვერდზე დგომით. გამოვხატოთ ჩვენ ერთად, რომ გითხარით საით მიდის. მე დღეს რაც გითხარით თქვენ ეს საქართველოში ჯერ არც ერთ ადამიანს არ გაუხმაურებია. საით მიდის ყველაფერი? რა ჩიხშია ქვეყანა? როგორ გაუკეთეს იგნორირება და იზოლაცია და რა მოყვება ამ იზოლაციას? გითხარი კიდეც აუცილებლად მოყვება ბიძინა ივანიშვილის ჩაწევა, ან რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ის ქუჩის აქციები კი კარგად გამიზნული, შესანიშნავი, მოფიქრებული აქციებია, ძალიან აგრესიული, მაგრამ არაა მისი მიზანი რევოლუციის მოხდენა. მოდით ერთად მივიდეთ შეკრების ადგილზე 27-ში და საქართველოს ამ ხელისუფლებას, რომელსაც მიაჩნია, რომ ქართველი ხალხი არავინ არ არის. ის მოერია ამ ქართველ ხალხს. ამიტომ თავისი სეთურის ბრბოს მოტყუებით ის კვლავ გაიმარჯვებს არჩევნებზე და იქნება. მე გითხარით საბერძნეთის მაგალითი. ეს არის ზუსტი მაგალითი. ამის დაშვება არ შეიძლება, ამის შეგუება არ შეიძლება, თორე ეკლესიასაც დაანგრევენ. ხას უსვა. ქართულ კულტურასაც მოშლიან. ეს მათი სულიერი მოთხოვნა. ის დემაგოგია, რომ ვითომ კულტურაც არიან და ვითომ, ესე იგი, პატრიოტულ რელსებზე არიან, ეს სჭირდებათ საარჩევნო ფანდისათვის. მოდით 27-ში შევიკრიბოთ, ერთმანეთსაც გაურიზიაროთ აზრი და საერთო აზრი გავაგონოთ ამ ხელისუფლებას, რომ გაფრთხილდეს ის და ნაცმოძრაობა, ანუ ეს ერთი ორგანული შეკრული ძალა ვერ იქნება ის ძალა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალს. დიდი მადლობა, მეც აღარ შეგაწუხებთ.
მე გელოდებით ხვალ 9 საათზე ჩვენ მიმდინარე პროცესების ანალიზი გვექნება. შაბათს კი, როგორც გითხარით, საშინაო, ძალიან ფუნდამენტალური ანალიზი არსებულ მდგომარეობაზე, რომელიც უსაშველოდ საშიშია. და საშიში არა იმის გამო, რომ გარედან გვემუქრება რაიმე. ის, რაც საქართველოს შიგნიდან ემუქრება, ყველანაირ გარე საფრთხეზე უარესია. კარგად გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა, რომ უსმენთ.